სტუმარი იქნება მარიკა არევაძე, კოალიციას ცვლილებისთვის წევრი. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჟურნალისტი ვახოსანაია 14 დღით გაუშვეს ციხეში შალვა პაპუაშვილის და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შეურაცხყოფის გამო Facebook პოსტში, სადაც ის პრინციპში პირდაპირ მათ შეურაცხყოფას არ აყენებდა, ამბობდა დაწერა, რომ ამა და ამ სიტყვასო ეძახით ამ ადამიანებსო, თუმცა სასამართლო თქვა, რომ ეს არის შეფარული შეურაცხყოფაო, იმიტომ დაწერაო, რომ შეურაცხყოფა უნდოდაო. და ჯერ დააჯარიმეს 6000 ლარით და შემდეგ უკვე როგორც ვნახეთ დააპატიმრეს და 14 დღით გაუშვეს პატიმრობაში, ანუ ჟურნალისტი თავრობის წევრების შეურაცხყოფისთვის, ფაქტობრივად ხელისუფლების წევრების შეურაცხყოფისთვის. მარიკა არევაძე არის ჩვენი სტუმარი, როგორც გითხარით, გამარჯობა ხავადონ მარიკა. თუ გესმით ჩემი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხელისუფლება ამ ამბავს ამართლებს ხშირად ბრიტანული პრაქტიკით და ლევან მაჭავარიმას თქვა, რომ ბრიტანეთში 1200 კაციო დაჭერილი ერთი წლის განმავლობაშიო შეურაცხყოფაზეაც აღარ არის ლაპარაკი კონსერვატიული პოსტების დაწერისთვის გამო და ჩვენც ასევე ვებრძვით სიძულვილის ენასო. არ ვიცი რამდენად იცნობ თქვენ ბრიტანულ პრაქტიკას, მაგრამ ზოგადად რამდენად შეიძლება ეს რაღაც ჩაჯდეს, აი ასე თქვა სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში ჟურნალისტის დაჭერა იმის გამო, რომ მან რაღაცა Facebook-ზე უწვაწორი სიტყვით მოიხსენია ხელისუფლების წარმომადგენელი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მერაბ, ძალიან მორიგი ცუდი პრაქტიკა, ასე ვთქვათ, განერგა ქართული ოცნების სასამართლომ, ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, რომელიღაცა სტრუქტურის მითითებით, როდესაც ჟურნალისტი Facebook პოსტის სახით აზრის გამოხატვისთვის ფაქტობრივად უკვე ციფრში გაუშვა. აქამდე იყო სქროლმასკრინის ეგრეთ წოდებული სქროლმასკრინის დეპარტამენტიდან არაერთი შემთხვევა, თუმცა ყველა მათგანის შემთხვევაში გამოყენებული იქნა ჯარიმა. მოცემულ შემთხვევაში უკვე სახიფათო ზღვარი გადაკვეთილია, იმიტომ რომ სწორედ Facebook პოსტის გამო ადამიანი, ჟურნალისტი დაკავებულია და საკმაოდ დაკავება საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, ბევრი რაოდენობის დღით არის 14 დღით განსაზღვრული. ჩვენ როდესაც კონკრეტულ მოვლენას ვაფასებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, ზოგადი და ქრონოლოგია, ხო, როგორ მოვედით აქამდე. ეს ხომ არ არის ერთი განყენებული შემთხვევა, როდესაც ვიღაცა მაგალითად მართლა შეურაცხყოფელი პოსტი დაწერა, ან ვინმე შეურაცხყოფა მიაყენა, აქ ჩვენ საქმე გვაქვს გამგრძობად, გრძელვადიან ადამიანის უფლებების რღვევასთან და რეჟიმის მხრიდან, ქართული ოცნების მხრიდან, ასე ვთქვათ, რეპრესიული მანქანის ამუშავებასთან. ხომ ჩვენ ბოლო 2 წელია აქტიურ რეჟიმში ვაკვირდებით, დაიწყეს ეგრეთ წოდებული კანონების გამკაცრება და დაჩქარებული წესით მიღება. შემდგომ გააგრძელეს აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აქტიური ჩარევა და უკვე დაკავებები მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები იყვნენ, მონაწილეობდნენ პროტესტში. ამას მოყვა არაერთი, ასე ვთქვათ, შეზღუდვა, უკვე სისხლისამართლებრივი წესით ადამიანების დაჭერა და ყოველ მომდევნო ჯერზე, როდესაც რეპრესიის ახალი ტალღა არ ამართებდა და პროტესტი მაინც გრძელდებოდა, იგონებდნენ ახალ მეთოდებს და ერთ-ერთი მორიგი ახალი მეთოდი, რომელიც მოიფიქრეს, არის სწორედ უკვე Facebook პოსტების შეზღუდვა და Facebook პოსტების ფარგლებში ადამიანების დაჭერა, რომელიც მის ნათისახავს ერთადერთ რამეს, ხო? დააშინონ ადამიანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამით პროტესტი ჩაკლან როგორღაც საზოგადოებაში. ჩვენ აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტპატიმრები არ არიან მხოლოდ სისხლისამართლებრივი წესით დაჭერილი ადამიანები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტპატიმრის, ასე ვთქვათ, პოლიტპატიმრის დადგენისთვის მახასიათებელ ნიშანს ატარებს, ის თუნდაც ერთი დღე ან ერთი საათი თუ ატარებს საპატიმრო დაწესებულებაში და ამ შემთხვევაში 14 დღესია საუბარი და 14 დღე არ არის ნამდვილად ცოტა დრო, ისიც არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრები. რაღაცნაირად ჩვენ შეგვაჩვიეს, რომ ადმინისტრაციული წესით ერთი კვირა, 2 კვირა, ერთი თვე
თუ ორი თვის განმავლობაში მოხდება ადამიანების დაკავება, ეს თითქოს ნორმალური მოვლენაა და ამითი არაფერი ისეთი საგანგაშო არ ხდება. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, თუნდაც ერთი დღით, ერთი საათით ადამიანი უკანონოდ რომ იქნება დაკავებული, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ეს არის უკვე საგანგაშო. და ჩვენ ვიცით, რომ ამ წლების ბოლო 2 წლის განსაკუთრებით განმავლობაში 100-ობით 500-ზე მეტი დაკავებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი წესით. ეს პირდაპირ მიუთითებს რეპრესიებზე. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების მხრიდან ხდება არა ბრძოლა, ეგრეთ წოდებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ, არამედ ბრძოლა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. სიძულვილის ენას არ იბრძვის ის, ვინც შექმნა სიძულვილის ენა. ის, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს ერთმანეთის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ტური განწყობა ან სიძულვილის ენით საუბარი, ამის მაპროვოცირებელი და ზოგადად დამწყები არის და წამხალისებელი სწორედ ქართული ოცნება, ვინაიდან დაყოფის პრინციპით უნდა რომ შეინარჩუნოს ერთი პრინციპი არის ეს, რომ შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება და რაღაცნაირად ჩაახშოს პროტესტი საზოგადოებაში. ამიტომ გიორგის ვახოს დაკავება ამ შემთხვევაში ხომ არ არის მხოლოდ მორიგი ადმინისტრაციული დაკავება. ეს არის საგანგაშო ნიშნული, როდესაც უკვე პოსტების წერის გამო გადავედით ადამიანების დაჭერაზე. და ეს ნამდვილად საგანგაშოა, იმიტომ რომ ყველა მომდევნო შემთხვევაშიც ანალოგიურს გააკეთებს რეჟიმი, მანამ არ მიხვდება, რომ რეპრესიის ეს ფორმაც არ მუშაობს. ჩვენ გვახსოვს, ხომ ესეთი რაღაცა ხდება მარტო რუსეთში და ავტორიტარულ რეჟიმებში და ჩვენ გვახსოვს აი რუსეთის მსგავსად იყო აქაც შემთხვევა, როდესაც სარიელი ფურცლის ჭერის გამო რუსთაველის გამზირზე ადამიანებს აკავებდნენ. ესეთი რამეც მარტო რუსეთშია მომხდარი. რა თქმა უნდა, ოცნება ცდილობს, რომ ევროპული ქვეყნების მაგალითებიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილად ამოიღოს ცალკეული შემთხვევები და ის წარმოუდგინოს საზოგადოებას, რომ თითქოს და ეს ნორმალური ამბავია, რომ თითქოს და ისინიც იბრძვიან რაღაცა დადებითი ღირებულებებისთვის. სინამდვილეში, როგორც ამოწერე, ეს არის ბრძოლა, ეს არის რეპრესიების გაგრძელება და ეს არის ბრძოლა თავისუფალი აზრის გამოხატვის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ზოგადად პროტესტის წინააღმდეგ და რაც თავარია, მედიის წინააღმდეგ. ხომ, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მედიის წინააღმდეგ მოკლედ რომ მითხრათ, აი შედეგი რა იქნება ამისი, ანუ ხელისუფლება მიაღწია ბევრ რამეს, ხო, ეხლა ხალხი ქუჩას კეტავდა, აღარ კეტავს ტროტუარზე აწოდენ აქციებს, ვეღარ აწყობენ აქციებს ტროტუარზე და რაღაც თითქოს ეს პროტესტი გამოკეთა ერთ ადგილზე და ეხლა ცდილობს უკვე Facebook-შიც და ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ საგზავნოდ არის შემცირებული სიძულვილის ენა, ანუ იმუშავა ამ ჩვენმა, ასე ვთქვათ, მეთოდებმაო ისინი ამბობენ. მეთოდები რომ არ მუშაობს, სწორედ ამიტომ უწევთ ახალ-ახალი მეთოდის გამოგონება იმისთვის, რომ როგორღაც გააჩერონ, გააჩვენონ საპროტესტო საზოგადოება, გააჩვენონ ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ ეს საპროტესტო საზოგადოება შედგება საქართველოს მოქალაქე ამ საზოგადოების წევრებისგან, ხო? და ვერ მოახდინეს მათი გაჩვენება ვერც სოციალური ქსელების სივრცეებში და ვერც ქუჩაში. არც ქუჩაში შეწყვეტილა პროტესტი და არც სოციალურ ქსელებში შეწყვეტილა გამოხატვა უკმაყოფილების ამ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, ხო? რაც მოქალაქეებს გააჩნიათ. ამიტომ ვერ მუშაობს მათი მეთოდები და უწევთ ახალ-ახალი რაღაცა მეთოდების გამოგონება. იმ შემთხვევაში, რომ ემუშავათ მათ მეთოდებს, ხო, და მათი საქმე გაკეთებული იყო, დღეს პროტესტი აღარ იქნებოდა არც სოციალურ ქსელში, არც ქუჩაში, მაგრამ ჩვენ საპირისპიროს ხედავთ. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის.